რა თქმა უნდა, ევროპა ვერ გამოუცხადებდა ომს რუსეთს. ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი. ევროპამ ჭკვიანურად გამოიყენა სიტუაცია და როგორც გითხარით, გააფართოვა თავისი ალიანსი. ევროპამ რუსეთს დაადო სანქციები. უამრავი ბრენდი წამოვიდა რუსეთიდან და ევროპამ და დასავლეთმა თქვა უარი რუსულ რესურსებზე. რუსეთი კარგავს თავის თავად მიდველს და წესით რუსეთის ეკონომიკა უნდა დასუსტებულიყო. მაგრამ პირიქით რუსეთი პოულობს ახალ მყიდველებს ინდოეთს და ჩინეთს და საკმაოდ მომგებიან ფაში რუსეთი ვაჭრობს აზიასთან. კიდევ არის ერთი მინუსი, ევროპა ბოლომდე ვერ ამბობს უარს რუსულ რესურსებზე, იმიტომ რომ არსებობს ისეთი ქვეყნები, რომელსაც ზღვის პორტები არ აქვთ. ანუ თუ გერმანიას შეუძლია უარი თქვას რუსულ რესურსებზე და სკანდინავიიდან იყიდოს რესურსები, რომლის ტრანსპორტირება ბარელებით შეიძლება სლოვაკეთს მაგალითად არ შეუძლია თავისუფლად თქვას უარი რუსულ რესურსებზე, იმიტომ რომ საზღვაო პორტები არ აქვს და ბარელებით ვაჭრობა არ შეუძლია და არის დამოკიდებული რუსულ ნავთზე. ჩანს რომ ევროპულმა სანქციებმა არ მუშავა. თან სასაცილო არის ის, რომ იმ რესურსებს, რომლებსაც ევროპა ყიდულობს ჩინეთისგან და ინდოეთისგან, არის მაინც რუსული პროდუქცია. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში სანქციები არ მუშაობს. როცა ამერიკამ სანქციები დაადო კუბას პროდუქციას ყიდულობდა საბჭოთა კავშირი. ჩრდილოეთ კორეასაც ადევს სანქციები, მაგრამ ჩინეთი მაინც ეხმარება კორეას. დღევანდელ რეალობაში ნებისმიერი ქვეყანა იპოვის რომელიმე ქვეყანას რომელიც იყიდის მის პროდუქციას. საერთოდ ევროკავშირის აზრით სანქციების გამო რუსეთში ხალხს უნდა დაეწყოთ პროტესტი და რუსეთი იძულებული გახდებოდა რომ ომი დაემთავრებინა. მაგრამ იმ ხალხს რომელსაც უნდა დაეწყოთ ეს პროტესტი, ანუ განათლებულ ინტელექტუალურ ხალხს, ისინი წავიდნენ ქვეყნიდან და რუსეთში მხოლოდ რბოდა. ევროპა ცდილობდა უკრაინის მხარდაჭერას. და სიმართლე რომ გითხრათ, უკრაინამ ამდენი ხანი ბრძოლა მხოლოდ ევროპის მხარდაჭერით შეძლო. ევროპა რომ არა, რუსეთი შეიძლება 3 დღეში არა, მაგრამ რამოდენიმე თვეში აიღებდა კიევს. ერთი მხრივ ევროპის სანქციებმა არ გაამართლა და ჩემი აზრით ევროპამ უნდა იყოს ახალი გზა, რომ რამდენადაც დაასუსტონ ქვეყნები ომის გარეშე, იმიტომ რომ სანქციები არ მუშაობს. მეორე მხრივ ევროპა რომ არა, რუსეთს უფრო გაუმარტივდებოდა ომი და რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, როცა ქვეყანა 3 წელი ომშია, ეს სერიოზულად მოქმედებს ქვეყანაზე. როცა მთელი ახალგაზრდობა ფრონტზეა და ქვეყანაში პენსიონერების გარდა სხვა მამაკაცები არ არიან, იქნება დემოგრაფიული პრობლემები, რომელსაც რუსეთი მალე დაუპირისპირდება.